მოგესალმებით ყველას. დღესთან ლექციაზე ვარ და ისევ ექნება დღევანდელი ვიდეოს გადაღება და დღეს განვიხილავთ თუ ამ კვირაში სულ 2 ტრეიდი მოგახსნილი და ამ 2 ტრეიდიდან როგორ დავრჩი $6 პლუსში, როგორ წავაგე ტრეიდი და როგორ მოვიგე მეორე ტრეიდი, მაგის განხილვა გვექნება დღეს. პირველ რიგში როგორც ყველა ვიდეოში ვთქვათ რომ Instagram-ზე გამოგვიწეროთ და ასევე ეს ვიდეოც დაალაიქოთ და გამოიწეროთ ეს არხი, იმიტომ რომ ძალიან გვეხმარება ყველაფერი და თქვენთვის უფრო მეტი და კარგი ვიდეო მაქვს. სხვადასხვა შემდეგი ვიდეოები რაც დაიდება mentorship-ზე და იმის იქითაც ეხლა მოსწავლეებისთვისაც მომას ისეთი ვიდეოები დაიდება, რაც არ ვიცი. ძალიან კარგი ჩანაფიქრია ჩემგან. მაგასაც მე გაიგებთ აუცილებლად. ხო, Instagram-ზე ეს გვაწერი Wealthy Trading-ი და ჩვენი საიტი არის Wealthy.ig. ეს არის ჩვენი სერვისები. ხო, დღეს განვიხილავთ იმ ტრეიდს, რაც წავაგეთ დღეს და კიდევ იმ ტრეიდს, რაც გუშინ მოვიგე. მაგ ტრეიდს განხილვა ეს ტრეიდები რა თქმა უნდა იყო live trading-ზე, ორივე ტრეიდი live trading-ზე არის გახსნილი. ერთი არის 21 ოქტომბერს, მეორე არის აგერ გუშინ უკვე 22 ოქტომბერს, ნუ უკვე გუშინ. მოდი ჯერ წაგები დავიწყოთ. რატო წავაგე და როგორ წავაგე და რას ვფიქრობდი მაგით და მე ბოლოში მოგები დაუგურგვინოთ. პირველ რიგში მარკეტზე რო ვждებოდი დღეს ვიყავი ჯერ თავიდან სიმართლე გითხრათ, ვიყავი ბიარიში, გამომდინარე იქიდან რომ მარკეტი მინდოდა რომ აქ daily ფეროლიგები გვაქვს. და მინდოდა რომ აქ ჩამოსულიყო რა მარკეტი ჯერ. ამ daily ფეროლიგებში ან დღევანდელი დღე განახოთ. ეს არის ჩათვალე დღევანდელი დღე, წინა დღეს low მქონდა ტარგეტი. ხო, ეს low მქონდა ტარგეტი და ნუ ეგ ყველაფერი რა თქმა უნდა მანამდე მოხდა, სანამ მე ვითრეიდებდი რა. მანამდეც უყურავდი მარკეტს, უბრალოდ არ უნახებია ისეთი რაღაცა, ძალიან შემიძლია გამეშორტა აი აქედან ამ ფეროლიგებიდან ველოდებოდი shorts და იმ დროს როცა ვაკვირდებოდი, ნუ 9:30-ზე არ ვტრეიდობ ხოლმე იშვიათად. არ უნახებია მარკეტს სურვილი რომ ჯერ ჩამოსულიყო რა 9:30-ზე აერლოდა 9:30-ზე მოხდა ეს დროპი და შემდეგ დღიურ ფეროლიგებში რომ ჩამოვედით ხო აი აქ ნუ ესე ვტრეიდობთ მოდი ესე უყუროთ შენ აი ეს აი აქ მოკლედ ESC და NQ შეხედეთ აი ამ წინა დღის low-ებზე როგორც mentorship-ში ვლაპარაკობ ხოლმე mentorship-ში რა ბევრჯერ მილაპარაკე რომ წინა დღის low-ზე ან წინა დღის high-ზე წინა კვირის low-ზე წინა კვირის high-ზე წინა თვის low-ზე წინა თვის high-ზე SMT-ები როცა არის და ანუ მაგას რო იღებს ხო მაგიდან ტრეიდი reversal-ის ტრეიდი ხო მაგალ ალბათობიანისა ტრეიდი ვარი რა მოკლედ ქონდა წინა დღის low-ზე SMT ან თან daily ფეროლიგებში ჩამოვედით ES-ზე შეხედეთ ეს low არა უღია ხო SMT გვაქვს მე უკვე გადავედი ერთ წუთიანზე და ზუსტად მოგიყვებით, აი რას როგორ ვუყურებდი მაგ დროს რა, მოდი გავყოთ ეკრანი. ეს ESC იყოს აქ. ESC იყოს აქ. და NQ. ორგანო შემილია, კაი, მოკლედ. ეხა ვუყურეთ. მაგრამ აი აქ ვუყურებდი ზუსტად აი ამ ESC, ვაიცა, გადავხი ერთ წუთიანზე. აი აქ რო შევხედოთ ES-ზე. რო ჩამოვიდა მარკეტი. აიღო ეს low. შეხედეთ, აი ეს low აიღო ES-ო. ამ low-ებზე გვაქვს SMT. აი აქედან უკვე ვფიქრობდი რომ მარკეტი ზემოთ დაძრულიყო რა. თუ bullish იყო მარკეტი და დღევანდელი ტარგეტი ES-ზეც იყო ლონდონის საიდა მაგის იქით, თუ გინდ და NQ-ს all time high დღევანდელი ტარგეტი რო ყოფილიყო, აი აქედან უკვე უნდა წასულიყო რა. double time frame-ზეც მარკეტმა confirmation-ი მანახა. აი აქ NQ-ზე ვუყურებდი 15 წამიანზე. ცოტა ვიღოყმანი სხვათა შორის და არ შევედი აქ 15 წამიანზე ტრეიდში, არადა ძალიან კაი ტრეიდი იყო, აქ შევიდოდი და აი მინიმუმ ძალიან კარგ პროფიტს ავიღებდი, ამ high-ზე ავიღებდი partials, დანარჩენს დავტოვებდი ამ equal high-ებისთვის და ძალიან კარგ პროფიტს, ნუ კარგ რა, ავიღებდი აქ partials. 60-70-80%-ს ვიღებ ხოლმე პირველ partial-ად რა live execution-ში ეს უნდა ჩანდეს ხოლმე. და დანარჩენს break-even-ზე ჩამერტყავდა. ნუ მონგებიანი ტრეიდი იქნებოდა, მაგრამ ისა რა ქვია, ES ეგ მანდ რო არ გავხსენი, მაინც დღეს ვფიქრობდი, ნუ ჩემი bias-ი იყო და ნარატივიც რომ ყოფილიყო მარკეტი bullish-ი, სადაც ჩამოვედით, მაქედან მეგონა რომ bullish-ი იქნებოდა, გააგრძელებდა ძლიერ bullish-ი მეგონა მთელი daily time frame-იც და ველოდებოდი აი ამ ფეროლიგების disrespect ES-ზე. და disrespect-ებულიყო. აი ეგ და disrespect-და long-ში შევედით, რადგან აქ ვიყავი long-ში, stop loss დავაყენე ეგ low-ზე. და take profit-ი მქონდა ლონდონის high ES-ზე. ეხა, რა სიტუაცია გვაქვს აქ, ხო?
ჩემი ფიქრი რა არის? ანუ ეს entry ძალიან ზუსტი არ იყო და შეიძლება ნაჩქარევიც იყო რა, მაგრამ თუ მარკეტი ბულიში იყო, stop loss ის ადგილას მიდევს, რომ აქ ფასი არ უნდა ჩამოვიდეს თუ ბულიშია მარკეტი. შემდეგ უკვე რა ხდება? ჩამოდის, მერე უკვე აქ SMT გეთდება, 2 წამი. აქ გეთდება სადღაც SMT. იცი? ხო, აქ გაკეთე SMT, ამ low-ებს. და stop loss-ი რისკი შემომცირე, ამ low-ზე მქონდა ატანილი stop loss-ი. და შემდეგ უკვე, ასვლა ჩამოსვლით კონსულტაციაში, შემდეგ ჩამოვიდა, stop loss ჩამოთხრა, ცოტა რისკი შემცირებული იყო, გასაგებია, მაგრამ ამ ტრეიდში მაინც, ჯამში ყველა აკაუნტზე ერთად $600 დავკარგე. და, ყველაზე კარგი რაც არის, ხო? აი, ყველაზე მეტად რაც მიხარია ხოლმე ზოგადად ტრეიდინგში იმაზე ცუდი, წაგებაზე ცუდი არის ხოლმე, რომ წააგებ და მერე შენ მხარეს მიდის მარკეტი რა. ანუ ის იდეა, რომ მე რო აქ ფასი ჩამოსულიყო, stop loss ჩაერტყა და მერე ზემოთ ასულიყო, ხო, სწორი მქონდა რომ ეგრე არ მოხდებოდა. ანუ ის რომ მარკეტი დარევერსდა და მთლიანად, მაღალი time frame-ის ბაიასი რა, ხო, რომ არასწორი მქონდა. ხო, ეს პირიქით, სიმართლე გითხრათ, მე გამიხარდა კიდევაც რა, არ ყოფილი ვარ ძალიან არასწორი და entry არ შემჩლია მარტო რა, მაღალ time frame-ზე შემეშალა, რაც რა ვიცი, მაგის გამოსწორება დიდი დამჭირდება, მაღალ time frame-ზე 90% შემთხვევაში სწორი ვარ ხოლმე რა. ამ შემთხვევაში რომ შემეშალა, ეგ არაფერია. ამიტომაც რო ჩამოვიდა პირიქით, ეგ უფრო გამისწორდა, იმის უფრო რთული ემოცია ხოლმე, რომ შენ მხარეს მიდის რა. ხო, ეს იყო დღევანდელი წაგება. მე მთლიანად რა მთელი დღე მგონი მარკეტი ბიარში იყო. კაი, ეხა ბოლოში მოდი ავხსნათ ეს ჩვენი მოგება. მოკლედ, live trading-ზე ხო მე არ ვიყავი, სამწუხაროდ, აი ამ დროს. ეს ტრეიდი რო გახსნეს 21-ში, ვერ მოვასწარე, სახში არ ვიყავი, მე სახლში რომ მივედი, მე ჩემით მოძებნე კიდევ ტრეიდის გახსნა, მოკლედ, დავიწყოთ თავიდან რა, ეგ ყველაფერი. სად არის? ოქტომბერი 18 საათი AM-ი სად არის? ხო, მოკლედ. live trading-ზე რა ტრეიდის გახსნეს? იყო აქედან long-ი რა, აქედან long-ი ტრეიდის ჩვენი ტარგეტი იყო წინა დღესა აზიის, ეს external target-ი არის რა. რო გასავლით ხოლმე, გეუბნებით ხოლმე, რომ external target-ებზე სულ მარკეტი არ დავატარგეტოთ მეთქი, იმიტომ რომ სულ მაგამდე არავა, ყოველთვის ეგეთი კარგი მარკეტი არ იქნება თქო. მერე, ეს მოძრაობა მთლიანად გამაზული მაქვს, შემდეგ ფასმა რა ქნა? SA-ები კიდე არ აგვიღია, SA-ები არ ქონდა აღებული. ჩემი საბოლოო ტარგეტი მაინც ეს პრემიუმში ეს ფროლგეპი იყო. და აგერ რა გააკეთა ფასმა displacement გვაქვს 90 წუთიანზე, ბულიში ვარ მაღალ time frame-ზე მარკეტი, მაგრამ აკუმულაცია გვაქვს აქ манипуляცია. displacement-ი 90 წუთიანი ფროლგეპი გვაქვს აკეთებული და ამ ტრეიდის ახსნა ძალიან ბრძს უნდა ის. მე 1 წუთიანზე გადავედი და 1 წუთიანზე უკვე ამ დროს არა ამ დროს აქ უყურებდი 15 წამიანს რა, ამ ხელა დროპი რო ქონდა ტრეიდი არ გამიხსნია, მაგრამ მაინც ბულიში ვიყავი. დავველოდე ამ მოძრაობას, აქ არ შევსულ არასად 15 წამიანზე ბევრი entry იყო, სადაც ტრეიდს ვეძებდი აქ, მაგრამ რადგან ამ ხელა დროპი ქონდა, დავველოდე ფას, displacement-ი გვაქვს ისევ, დავდისრესპექტეთ ეს BR-იშკები, დავდისრესპექტეთ ეს, შემდეგ retracement-ი ქონდა აქ არ გამიხსნია ტრეიდი, გავხსენი ბევრად უფრო ზემოთ. იმიტომ რომ აქ გავიკეთეთ ეს breaker block. ეს ხო? აქ რო ზემოთ ეს მთელი ეს ჩაიხურა, სადღაც აქ მაქვს 2 წამი გეტყვით, ეხავე სად მაქვს entry. ეს არის ჩემი ტრეიდი. ხო, აქ მაქვს entry. აქ გავლონგე. stop loss-ი მეყენა. აქ და take profit-ი იყო რაც მოგინიშნეთ. და runner-ი მქონდა, runner-ი რა, დანარჩენი პოზიცია მქონდა დატოვებული ამ buy-side liquidity-მდე, სადაც არავიდა და მერე ჩამოვიდა მარკეტმა და break-even-ზე ჩამერტყა ამ ტრეიდში. ეგრე ჩამოვიდა, მერე დარევერსდა. აქ შემეძლო profit-ი ესაღება, მაგრამ არ უყურებდი მარკეტს, ჩამოვიდა break-even-ზე ჩამერტყა. profit-ი ესაღება აქ რატო შემეძლო, იმიტომ რომ ახალი buy-side liquidity გაკეთდა. ამის манипуляციის მერე დარევერსდა ფასი და აქ შემეძლო კიდე ბევრად მეტი partial-ი ამეღო. რაც უფრო მართებული იქნებოდა. ხო. ეს იყო და ეს დღევანდელი ამ ორი ტრეიდის განხილვა ამ კვირაში რა, ეს ორი ტრეიდი რაც მქონდა გახსნელი.
ეს იყო ერთ ტრეიდი წაგებული მაქვს და მეორე ტრეიდი, პირველი ტრეიდი მოგებული მაქვს და მეორე ტრეიდი წაგებული, მაინც საბოლოო ჯამში პლუსში ვართ. ეგ არის ტრეიდინგი, რისკი უნდა გააკონტროლო უცლებად, თუ რისკს არ გააკონტროლებ, ისე ვერ იქნება პროფიტული შანსი რა, რაც არ უნდა ძალიან მაღალი win rate კონდეს რა. დღეისათვის სულ ეს იყო ხალხო. მადლობა ყურადღებისთვის და დროებით წარმატებულ ტრეიდინგს გისურვებთ.